C ჰეპატიტის ელიმინაციის პროექტის პირველი ეტაპი შეაჯამეს დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში. პირველ ეტაპზე პროგრამაში სულ 6200 პაციენტი იყო ჩართული. მკურნალობის მეორე ეტაპი თებერვლიდან დაიწყება და პროგრამაში ახალი თაობის პრეპარატის ჰარვონის გამოყენება იგეგმება. 2015 წლის ნოემბრიდან კი მოსახლეობას ქვეყნის მასშტაბით შესაძლებლობა მიეცა უფასო სკრინინგი ჩაეტარებინა როგორც C ჰეპატიტზე, ასევე AIDS ინფექციებზე. ჩვენ 5000 პაციენტს უკვე უმკურნალეთ. ეხლა უკვე 6200 პაციენტი არის მკურნალობის რეჟიმში ჩართული, ამიტომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ გადავიდით მეორე ეტაპზე. თებერვლის თვიდან ჩვენ გადავალთ უკვე მეორე ეტაპზე, სადაც მოიხსნება შეზღუდვები, ყველას მიეცემა საშუალება იმკურნალოს, უკვე არსებულ პრეპარატს, რომელიც არის უნიკალური და თავისი უნიკალურობა ამ პრეპარატმა დაამტკიცა, ეს არის სოფოსბური, დაემატება ახალი პრეპარატი ჰარვონი. საქართველოში ყველა ადამიანს, ვინც ინფიცირებულია, ეძლევა შანსი, რომ იმკურნალოს უახლესი თაობის ან პირდაპირ მოქმედების ანტივირუსული პრეპარატებით და თითქმის შეიძლება ითქვას, რომ 95-98% ეს დაავადება სრულად იმკურნალება.